ისნოთ ამ ჯადოსნურ სითხეს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გაჭედილ დეტალი ამოძრაოს. მაგრამ სინამდვილეში რა არის WD-40? მოგესალმებით ინჟინერიის მოყვარულებო. დღეს ვისაუბრებთ პროდუქტზე, რომელიც თითქმის ყველა სახლში აქვს, მაგრამ ბევრმა არ იცის ზუსტად რა არის ან როგორ მუშაობს. და დღეს ვისაუბრებთ ცნობილ და მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ WD-40-ზე. ალბათ ინტერნეტში დინახავთ ეს მემი, სადაც მხოლოდ Silver Take და WD-40 გჭირდება, რომ ყველაფერი შეაკეთო. და ძირითადად ეს აჩვენებს, რამდენად ჯადოსნური შეიძლება იყოს WD-40 ზოგჯერ, მაგრამ სინამდვილეში აქ არაფერია ჯადოსნური. მაგრამ მოდი გავაგრძელოთ. რა არის WD-40 სინამდვილეში? მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი დაიწყო 1953 წელს, როდესაც Rocket Chemical Company-მ, პატარა კომპანიამ, მხოლოდ 3 თანამშრომლით მიიღო დავალება შეექმნა ნაერთი, რომელიც შეძლებდა რაკეტის კომპონენტებში კოროზიის თავიდან აცილებას. ქიმიკოსი ნორმან ლარსენი ხელმძღვანელობდა კვლევით ჯგუფს და დაუღალავად მუშაობდა იდეალური ფორმულის საპოვნელად. და 29 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სწორედ მე-40 ცდაზე, ლარსონმა და მისმა გუნდმა საბოლოოდ შექმნეს პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ლარსენის ერთ-ერთი ჩანაწევიდან ჩანს, რომ მან ტესტს დაარქვა ცხლის გადაადგილება, მცდელობა 40. და სწორედ აქედან მოდის სახელწოდება WB-40, სადაც WD ნიშნავს water displacements, ანუ წყლის გამდევნელს, ხოლო 40 მიუთითებს მე-40 ფორმულაზე, რომელიც გამოცადეს. პირველი კომპანია, რომელმაც WD-40 კომერციულად გამოიყენა, იყო Convair. ეს იყო კომპანია, რომელიც შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა დაიქირავეს, რათა აეროკოსმოსური რაკეტების ატლასის ოჯახი ეწარმოებინა. პირველი რაკეტა იყო SM-65 ატლასი, რომელიც იყო შეერთებული შტატების პირველი ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა, რაც ნიშნავს ინტერკონტინენტურ ბალისტიკურ რაკეტას. WD-40-ის შეეძლო ტენიანობის განდევნა, ჟანგვის პრევენცია და მეტალის კომპონენტების დაზეთაც კი, რის გამოც ის იდეალურ პროდუქტად იქცა აეროკოსმოსური გამოფენებისთვის. მაგრამ Rocket Chemical Company-ს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ასეთი წარმატებული იქნებოდა. პროდუქტი, რომელიც მასში რაკეტებში გამოიყენებოდა, დაიწყო სხვა დანიშნულებით გამოყენება. და ბევრი თანამშრომელი კომპანიაში დაიწყო იმავე პროდუქტის გამოყენება თავიანთ მანქანებსა და ინსტრუმენტებზე. და მალე შენიშნეს, რომ პროდუქტი შეიძლებოდა სხვა მიზნებისთვისაც გამოყენებულიყო. და თანამშრომლები დაიწყეს მისი გაფიდვა თავიანთი მანქანების საბარგულებიდან ხელსაწყოების და სპორტული ნივთების მაღაზიებში. 1961 წელს WD-40-ის პირველი მასშტაბური შეკვეთა გაკეთდა იმისთვის, რომ აღედგინათ ქარიშხალ კარლას გამო წვიმებითა და წყალდიდობით დაზიანებული მანქანები და აღჭურვილობა. და სწორედ იმავე წელს კომპანიამ გადაწყვიტა თავისი ერთადერთი და მთავარი პროდუქტის სახელი დაერქმია საკუთარ თავს. და Rocket Chemical Company-ს სახელი გადაერქვა WD-40-ზე და მალე მათი პროდუქტი უკვე მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა. მაგრამ რა არის ზუსტად WD-40-ის ფორმულა? აქ არის ერთი პატარა საიდუმლო. ეს იმიტომ, რომ WD-40-ის შემადგენლობა ძალიან კარგად დაცული კომერციული საიდუმლოა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე დეტალი მის ინგრედიენტებსა და თვისებებზე. ეს არის სხვადასხვა ქიმიური ნაერთების ნაზავი, ძირითადად ნახშირ წყალბადეთი. ფორმულის საფუძველს წარმოადგენს მინერალური ზეთი და ნავთობის გამხსნელების კომბინაცია, რომლებიც ხელს უწყობენ მის ეფექტურობას. ეს ნაერთების კომპლექტი მას იდეალურს ხდის მასალების ტენიანობისგან დაცვისა და ჟანგვის თავიდან ასაცილებლად. და ეს შესანიშნავია მეტალის დეტალებისა და ელექტროკომპონენტებისთვის, რომლებიც დაქვემდებარებულია ჟანგვის პროცესს. ასე რომ თუ გსურთ მეტალის დეტალის დაცვა, ის გამოგადგებაც. მაგრამ თუ დეტალი უკვე ჟანგვის პროცესშია, შეგიძლია გამოიყენოთ იგი პროცესის შესაჩერებლად და მასალაზე დამცავი ფენის შესაქმნელად. მაგრამ მისი ფუნქცია ამაზე ცოტა უფრო შორს მიდის. WD-40-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფუნქცია მისი უნარი დააზეთოს მოძრავი დეტალები. ეს შესაძლებელია ზეთებისა და დანამატების არსებობის წყალობით, რომლებიც ამცირებენ ხახუნს და უზრუნველყოფენ ისეთი კომპონენტების, როგორიცაა სახსრები, ბორბლები და მექანიზმები რბილ მოძრაობას. და რადგან მას აქვს უკიდურესად დაბალი სიბლანტე, შეუძლია შეაფიოს ნაპრალებსა და ვიწრო ადგილებში. რაც მას ეფექტურს ხდის ჟანგიანი ხრახნების გათავისუფლებასა და რთულად მისადგომი ნაწილების მოვლაში. და ბოლოს, ის ასევე გამოიყენება როგორც ცხიმის მოსაშორებელი დანამატი, ანუ შესანიშნავი საწმენდის საშუალება. ის ადვილად აშორებს ცხიმს, ზეთს და თუნდაც წებოვან მასალებს, როგორიცაა ზედაპირებიდან წებოვანი ლენტა, რაც ამარტივებს ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის მოვლასა და გაწმენდას.
მე თვითონ ვიყენებ WD-40 იმისთვის რომ მოვაშორო ის სტიკერები რომლებიც მანქანებზე ეკრობა და ასევე ის შავი ლაქები კორპუსზე როცა ახლად დაგებულ ან შეკეთებულ ასფალტზე გაივი. Ამ თვისებების კომბინაცია WD-40 ძალიან მრავალმხრივ პროდუქტად აქცევს, რომელსაც იყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო მოვლაში, ასევე ინდუსტრიულ და საავტომობილო სფეროებში. მაგრამ ზუსტად სად შეგვიძლია გამოვიყენოთ WD-40? თუ მკითხავთ, ყველაფერში. ამ კილას აქ გარეშე ვერ ვცხოვრობ. როგორც უკვე თქვი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ზედაპირების დასაცავად, ჟანდის მოსაშორებლად, ზედაპირების დასაზეთად და ზეთებისა და ცხიმების მოსაშორებლადაც კი. პირადად მე მიყვარს მისი წასმა ყველა იმ ინსტრუმენტზე, რომელსაც ვიყენებ, რომ დავიცვა და კოროზია ავიციო. გარდა ამისა, ვიყენებ მას როგორც ზეთს, ნებისმიერ სახსაზე, რომელსაც აქვს ის ჭრიალი. თითქოს მოჩვენებებით სავსე სახლში ხარ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალფუნქციურია, ყველა რამეზე მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. მაგალითად, ხშირად იყენებენ მას როგორც ზეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის იდეალურია ყველა სახის ზეთვისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა უფრო მაღალი სიბლანტის ზეთი, რათა უკეთესი ზეთვა უზრუნველყოს. ზოვი ამბობს, რომ ის კარგია როგორც დეზოდორანტი და ზოგჯერ როგორც სუნამოც კი. კარგი, ყველას თავისი გემოვნება აქვს, მაგრამ არ ვიცი, ეს ხალხი საიდან იგონებს ასეთ ხრიკებს. ალბათ იგივე ხალხია, ვინც ბეტონში სარეცხის საშუალებას ამატებს. წყლის litrს ასხამს ელექტროენერგიის ვიცხველზე, რომ გადასახადი შეამციროს. და აკენებს წყალბადის კიც შიდა წვის ძრავის მანქანაში. ცოტა პრობლემა მაქვს. მაგრამ წავიდეთ. WD-40 ქიმიური პროდუქტია და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, როგორც მითითებულია. მისი კანზე წასმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი შეიცავს ნახშირ წყალბადებს. ამიტომ იგი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც დეზოდორანტი ან სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. ეხლა თუ ვინმემ გამოიგონა სუნამო, რომელიც WD-40-ის სპეციფიკურ სულს იმეორებს, ეს უკვე თქვენი გემოვნებაა. მაგრამ ნეტავ 1953 წლიდან მოყოლებული ფორმულა იგივე დარჩა როგორც შექმნის დროს. როგორც უკვე ვიცით, WD-40-ის ფორმულა ძალიან საიდუმლოდ ინახება და კომპანიის თქმით, ის შექმნის დროიდან დღემდე უცვლელია. თუმცა კომპანია კვლავაც ტესტავს და ამოწმებს პროდუქტის ხარისხს, რათა უზრუნველყოს, რომ ის შეესაბამება თანამედროვე უსაფრთხოების და ეფექტურობის სტანდარტებს. მათ ასევე შეიმუშავეს ამავე პროდუქტის ვარიაციები, რომლებიც გარკვეულ სპეციფიკურ სიტუაციებში უკეთეს ეფექტურობას უზრუნველყოფს. მაგალითად, WD-40 სპეციალისტის პროდუქტის ხაზი, რომელიც შეიცავს წყლის მიმართ მდგრად სილიკონის ლუბრიკანტს და თეთრი მითონის დამცავ ზეთს. მაგრამ აქ უნდა მივაქციო ყურადღება ერთ საკითხს. WD-40-ის საფუძველი ჰიდროკარბონატებია, ამიტომ ის საშიში და აალებადი მასალა. ზოგიერთ ადგილასაც კი ხალხი მას იყენებს როგორც სანთებელას, ნივთების გასაცხელებლად, რაც უკიდურესად საშიში და შეუფერებელია. მეც კი მინახავს, როგორ იყენებდნენ მას დიზელის მანქანების დასაკოქად და ასევე დაშვებული საბურავის გასაბერად. მნიშვნელოვანია პროდუქტის გამოყენება კარგად განიავებულ ადგილებში და ღია ცეცხლთან ან ნაპერწკლებთან კონტაქტის თავიდან აცილება. მაგრამ ზოგადად WD-40 ძალიან კარგი მრავალმხრივი პროდუქტია და ბევრი დანიშნულება აქვს. თუმცა ის ყველაფრისთვის ჯადოსნური გამოსავალი არ არის. მაგალითად, ის არ არის იდეალური მაღალი წნევით ან ექსტრემალური ტემპერატურებით მომუშავე ნივთების საფუხად. ზოგი ადამიანი მას ელექტრონული კომპონენტების გასაწმენდად და შესანარჩუნებლად იყენებს. თუმცა მისი გამოყენება ზომიერად მცირე რაოდენობით და განსაკუთრებით მოწყობილობის გამორთვისა და ენერგიის წყაროდან გათიშვის შემდეგ უნდა მოხდეს. ის კარგია სქემების კონტაქტებში ტენიანობისგან დასაცავად და პრევენციისთვის. მაგრამ ნებისმიერი კონდენსატორი, რომელიც დამუხტულია და მოკლე წრეც შექმნის WD-40-თან ერთად, აუცილებლად გამოიწვევს ცეცხლს. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე ახი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი და ლაიქე და ჩართე შეთხოვინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, იფიქრე წევრობაზე, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე ჩვენი ვიდეოების ნაწილი.